ხანდახან ვისმენ ამბავს და ვამბობ, არა არსებობს, არ არსებობს. 26 წლის თერაპევტი დააკავეს, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან 14 წლის პაციენტი გააუპატიურა სათანადო კონსულტაციის ნაცვლად. ეს ის გოგოა, რომელზეც ვსაუბრობთ. ეს არის თერაპევტი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ 14 წლის ბავშვის დახმარების ნაცვლად, რომელიც მას მიაბარეს, ის სექსუალური სათამაშოდ გამოეყენებინა. და მეგობრებო, ამ ამბავთან დაკავშირებით ნამდვილად სერიოზული პრობლემა მაქვს. 26 წლის კალიფორნიელი ქცევითი ჯანმრთელობის სპეციალისტი მრავალი მძიმე ბრალდების წინაშეა, მას შემდეგ რაც პროკურორებმა განაცხადეს, რომ მან ყველა პროფესიული საზღვარი გადალახა თინეიჯერ პაციენტთან, რომლის დახმარებაც დაევალა. გამომძიებლების თქმით, სავარაუდო ქმედებები დაიწყო მაშინ, როცა ბიჭი 14 წლის იყო და იმ არასრულწლოვანთა დაკავების დაწესებულებაში ცხოვრობდა, სადაც ის მუშაობდა. შემდეგ კი გაგრძელდა მისი გათავისუფლების შემდეგ მიმდინარე წლის დასაწყისში. ამბობენ, რომ ის დააკავეს მას შემდეგ, რაც ზედამხედველმა შეშფოთება გამოთქვა და პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ასეთი ამბები ავადმყოფობას მგრის. ავად ვარ, ავად. გადაწყვეტილებები მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ და ჩვენ მას ვენდობოდით. დედა ამბობს, რომ ეს ნდობა დაირღვა. მისი შვილი ჯონ ეი. დევისის არასრულწლოვანთა იზოლატორში იყო მარტინესში, როდესაც კონტრა კოსტას ოლქმა დროებითი ჯანდაცვის თანამშრომელი მიუჩინა მას კონსულტანტად. ის მხოლოდ 14 წლის იყო. ის კი 24 წლის იყოფის იყო. ამ ქალმა გამოიყენა ჩემი შვილის ყველაზე დაუცველი მომენტები, რათა დაემუშავებინა და დაეჯერებინა, რომ ის მისი შეყვარებული იყო. ადვოკატები ამბობენ, რომ სავარაუდო გრუმინგი დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. როდესაც მოზარდი ამ აპრილში გაათავისუფლეს, ის უკვე 17 წლის იყო და კვლავ პრობაციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ეხლა ქვეყნის მასშტაბით ცნობილი სამოქალაქო უფლებების ადვოკატი ჯონ ბურისი წარმოადგენს ოჯახს. სარჩელში, რომელიც მისმა ფირმამ ოშაბათს შეიტანა, ნათქვამია, რომ კონსულტანტი მოზარდს თერაპიის საბაბით კვლავ ხვდებოდა. შემდეგ კი მასთან სექსუალური კონტაქტი დაიწყო. ასევე ის ადანაშაულებს ოლქისა და შტატის თანამშრომლებს, განმეორებითი გამაფრთხილებელი ნიშნების ამოუცნობად ან არ შეტყობინებაში. პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ ზედამხედველს, რომელიც ამ სისტემაში კანონით ვალდებული შემტყობინებელია და წლების განმავლობაში გამოტოვა უამრავი საეჭვო ნიშანი. კონკორდის პოლიციის თქმით, პრობაციის თანამშრომლებმა გამოძიებას აცნობეს. პოლიციამ ყოფილი თანამშრომელი ამ თვის დასაწყისში დააკავა. მას შემდეგ, რაც მოზარდთან სექსუალური ურთიერთობის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები იპოვეს. მას ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, მის სახელს არ ვასახელებთ. Eyewitness News-იც არ ასახელებს მოზარდის მშობლებს, რათა მისი პირადობის დაცვა უზრუნველყოს. სავალდებულო შეტყობინების ვალდებულების მქონე პირებისთვის ტრენინგი საკმარისი არ არის. გულისხმობის 26 წლისაა, რაც ნიშნავს, რომ ეს მაშინ დაიწყო, როცა 23 წლის იყო. რატო გაუშვებდი 23 წლის თერაპევტს, რომელსაც თავისი სახელი ცლივს ახსოვს, რომ 14 წლის ბიჭს მოუაროს არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში. ჩემთვის ეს თავისთავად ფსიქოზია. მაგრამ რაც ნამდვილად მიუღებელია ამ ყველაფერში ისაა, რომ ჩვენ ასე ვართ მიჩვეულები, რომ გამაუპატიურებლები კაცები არიან. და ზოგჯერ როცა ასეთ ამბებს ვისმენთ, ვფიქრობთ, რომ რაღაც ძალიან ღრმად არასწორია. ეს ბიჭი სამუდამოდ ტრაუმირებულია, ის 14 წლის ბიჭია. ის არასრულწლოვანთა დაწესებულებაშია. 14 წლის ასაკისთვის მისი ცხოვრება უკვე დანგრეულია. და ეს მიმზიდველი თერაპევტი მასთან სექსს უნდა და ის ფიქრობს, ყველაფერი მოვიგე. მე ვარ ყველაზე იღბლიანი ბიჭი მსოფლიოში. მაგრამ სინამდვილეში მასზე ძალადობენ და მას წლები სჭირდება, რომ ეს გააცნობიეროს და ეხლა მთელი მისი ცხოვრება არეულობაშია. მისი უნარი კონდეს ნორმალური ურთიერთობები, მისი უნარი ქალები ჯანსაღად აღიქვას, ეს ყველაფერი დაიკარგა, რადგან ერთმა ქალმა ვერ შეეძლო თავი დაეკავებინა და ასაკისთვის და პროფესიისთვის შესაფერისი პარტნიორი მოეძებნა. ანუ რა უბედურებაა ეს? ბავშვების დასაცავად. ეროვნული არაკომერციული ორგანიზაცია Darkness to Light ამბობს, რომ ინსტიტუციებს სჭირდებათ სპეციალიზებული ტრენინგი, რომელიც სექსუალური ძალადობის პრევენციაზეა ორიენტირებული, სანამ ეს მოხდება. არ ფიქრობ, რომ პრევენცია საჭირო. ვფიქრობ, ადამიანებმა უნდა შეძლონ, რომ არ იძალადონ 14 წლის ბიჭებზე არასრულწლოვანთა დაწესებულებაში. რადგან მთელი პრობლემა ისაა, რომ ამ დამნაშავეთა დიდი ნაწილი ისეთ პროფესიებში მიდის, სადაც ისინი არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ განსაკუთრებით მუცყლად ბავშვებთან არიან. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ბავშვები ხშირად ვერ ცნობენ ბავშვის მიზანმიმართული დამუშავების პროცესს, ან ეშინიათ, რომ არავინ დაუჯერებს, რის გამოც მშობლები ეჭობენ გაფრთხილების ნიშნებში. მაინტერესებს, გაქვთ თუ არა რაიმე გზავნილი სხვა მშობლებისთვის, რომლებიც შეიძლება ხელავდნენ, რომ მსგავსი რამ შეიძლება ხდებოდეს. ენდეთ თქვენს ინტუიციას. რაღაც მეუბნებოდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, რადგან ვერ დავიჯერე, რომ პროფესიონალი მის პოზიციაზე შეძლებდა იმას, რაც გააკეთა. ხო, ადვოკატები ახლა ეძებენ სხვა სავარაუდო მსხვერპლებს. ამიტომ ეს მოთხოვნა აუცილებელი პირველი ნაბიჯია, სანამ ოჯახი ოლქის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. ოლქი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს. რა საშინელი, საზიზღარი და გულსატკენი ამბავია. იმდენად მიუღებელია უამრავი თვალსაზრისით.
გულისხმობ იმას, რომ ეს 26 წლის სრულფასოვანი კლინიცისტია, რომელიც მძიმე დანაშაულშია ბრალდებული მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ მოზარდ ბიჭს იბირებდა. ბეი-არიას პროკურორებმა ყოფილი ქცევითი კლინიცისტი სოფია დროცა, ეს არის მისი სახელი, შოკის მომგვრელი ბრალდებებით დაადანაშაულეს, მათ შორის უკანონო სექსუალური კავშირით, რომელიც დაკავშირებულია ერთ საქმესთან. ეს უბრალოდ სიგიჟეა, ის ლამაზია, ის ახალგაზრდაა, ის ქარიზმატულია. ალბათ ნებისმიერ ბიჭს შეძლებდა რომ ყოლოდა თუ ეს მართლაც აინტერესებდა, მაგრამ არა. ის მისდევს ბიჭს, რომელთანაც მუშაობს. 26 წლის სოფია დროც სან-ფრანცისკოში თერაპევტად მუშაობდა და დასაქმებული იყო არასრულწლოვანთა ცენტრში, სადაც მან 14 წლის ბიჭის იბირება დაიწყო და მხოლოდ 3 თვის შემდეგ, რაც ის არასრულწლოვანთა ცენტრიდან გაათავისუფლეს, სოფია მას არაერთხელ სექსუალურად დაესხა თავს. სოფია მისი თერაპევტი 2024 წელს გახდა. იმ დროს ბიჭი 2 წელს იხდიდა კონტრაკოსტას არასრულწლოვანთა იზოლატორში, რომელიც მარტინესში, კალიფორნიაში მდებარეობს, მაგრამ საბოლოოდ მან სასჯელი მოიხადა და წელს გაათავისუფლეს. მაგრამ 1 აპრილიდან 14 ივლისამდე სოფიამ მისით ისარგებლა და გახსოვდეთ, ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანია. კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომელსაც ყოველთვის ვხედავთ ასეთ ქალმტაცებელთა საქმეებში, არის ის, რომ ის უფლებამოსილ პოზიციაზე იყო. ის იმ პოზიციაში იყო, სადაც შეეძლო манипулირება. მისთვის ერთადერთი უსაფრთხო თავშესაფარი ყოფილიყო და მისით ესარგებლა. ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია პრობაციის ცენტრის ზედამხედველისგან სოფიას შესახებ, რის შედეგადაც ის დააკავეს 2026 წლის 14 ივლისს. და ბიჭის ოჯახმა უკვე შეიტანა სამოქალაქო სარჩელი ოლქის წინააღმდეგ. ოჯახის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ოლქმა არ მიიღო საკმარისი უსაფრთხოების ზომები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდა თანამშრომლები მუშაობდნენ პრობაციის სფეროში, როგორც სოფია. და ვერავინ იტყვის, რომ სოფიას არ ესმოდა, რას აკეთებდა. ამ გოგომ კოლეჯი მიატოვა. მე მგონია, რომ მან უისკონსინის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ხარისხი და კრიმინალური იუსტიციის სერტიფიკატები მიიღო. სოფია გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მას დაყენებული აქვს ბრალდებები უცხო საგნით სექსუალურ შეღწევაში, არასრულწლოვანოვნისთვის მავნე მასალის გაგზავნაში, 18 წლამდე პირის ორალურ კოპულაციაში და ბავშვთა სექსუალური ძალადობის მასალის ფლობაში. აი ესეა მეგობრებო, სოფლიო ბნელი ადგილია. თუნდაც ლამაზი და წითელი იყო, სოფლიო მაინც ბნელია. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე. ნაპატიეთ, სოფლიო ბნელი ადგილი არ არის, ეს კარგი ადგილია, მაგრამ მასში არიან ბნელი ადამიანები. კარგი, ხო მართლა, მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.